მოგესალმებით თემურ და ალექსანდრე ტაბატაძეები. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაარსებასთან. როდის შეიქმნა დაარსებაზე, როდის შეიქმნა პირველი ქართული სახელმწიფო. თქვენთვის როგორც ცნობილია და ჩვენთვის ისტორიიდან ასე გვასწავლეს, რომ კოლხეთის სახელმწიფო არსებობდა დამოუკიდებელი და პირველად ჩნდება ეს ბერძნულ ლეგენდაში. იცით, ოქროსაწმისთან დაკავშირებით, ეს არის ზოგი მე-13 საუკუნეს ამბობს ძველი წელთაღრიცხვის, ზოგი მე-12-ს და მე-3 საუკუნიდან ფარნავაზის ეპოქიდან ძველი წელთაღრიცხვის, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ საქართველოში იბერიის სახელმწიფოს დაარსება. ერთიც წყვილია და მეორეც. ახლა ჩვენ მივყვებით თანმიმდევრობით და ზუსტად გეტყვით რა ხდება და როგორ ხდება. მანამდე პატარა ინფორმაციას მოგაწოდებთ, რომ არსებობდა ასეთი წიგნი მატიანეს შემეცნებათა, ანუ მატიანე ქართლოსიანთა. ეს წიგნი ერთა ეგზემპლიარი ბოლოს ჩანს ანტონ კათალიკოსთან, როცა ის წავიდა რუსეთში და პეტერბურგში გაიტანა ეს წიგნი და აი იმ წიგნიდან აქვს რაღაცები თეიმურაზ ბატონიშვილს გადაწერილი ცნობილი ისტორიული მოვლენები ძველი ეპოქის და ერთი მონაკვეთი, პატარა მონაკვეთი მარი ბროსესაც აქვს თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ მიცემული ინფორმაცია და მან ფრანგულ ენაზე თუ სწორად გვახსოვს თარგმნა შემდეგ ეს ის. კიდევ ამის გარდა 900-იანი წლების დასაწყისში გასული საუკუნის ერთი ეგზემპლიარი ინახებოდა საქართველოში. არის ასეთი ცნობა, რომ სადგურ ყვირილას ცხოვრებს ჰქონდა, ერთ-ერთ ცხოვრებს და ის თავის საყარიანად კინაღამშით გამოწვეს, დაწვეს, დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მისი მოგონებაც ასეთია, რომ რაჭიდანო დედას ერგო მზითევშიო და ქართული ამბანი იყო, ოღონდ ცოტა გაუგებარიო, ვერ გებულობდიო, ესე იგი კითხვა უჭირდა რაღაც აი გრაგლიანზე რო გესაუბრეთ ჩვენ შერეული ამბანი ისეთი. ეს მცირე ინფორმაცია. ახლა დავიწყოთ სახელმწიფოებრიობის შესახებ. ქართული სახელმწიფო როდის შეიქმნა და როგორ ჩამოყალიბდა. აი რას წერს თეიმურაზ ბატონიშვილი. ახლა ბოდის გიხდით შევჩერდე სადღაც, იმიტომ რომ თეიმურაზ ბატონიშვილს გამოყენებული აქვს როგორც ასომთავრული, ასევე მხედრული ანბანი. აი ამ წიგნში გამოცემული ეს იგლი 1858 წელს და წაგიკითხავთ ციტატას. თარგამოსიანთათვის წერილ არს მატიანეთა შინა ქართლოსიანთას. აი მატიანეს ახსენებს. მე რაც გითხარით. ოდეს აღაშენა ნებრობა გოდოილი ბაბილონისა და განყო ენაე ყოვლისა ქვეყნისასა წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა, ჰაოსისა და სხვათა ძმათა მათთა მრავალთა ნათესავით მათდა ერთთა დიდთა დაემკვიდრა არარატისა და მასისის თათაშორის მაგართა და შეუვალთა და ვინაიდან გამრავლდეს უფროს და უმეტეს ნათესავნი და ერნი თარგამოსიანი საჭირო იყო გარდასახლებად მათდა სიიწროისა ძლით ბუნითგან უშორეს. ამისთვის მისცა ძეს თვის ქართლოს თარგამოს მამამან მათმან სხვანი ძენი თვისი ძმანი ქართლოსისანი უფლებასა და თავრობასა ქვეშე მისცა და გარდასახლნა ყოველთა დედაწულებით და ერითურთ მამით ადგილთა სრულად ივერიისათა კასპიის ზღვით ვიდრე პონტომდე და ჩხილებში თვითონ უწერია შავ ზღვამდე. ყოველთა მათ ვრცელთა ადგილთა და დიდთა მათ მთათა შინა კავკასიისათა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა ველთა და დაყოფელთა. ესე იგი კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ეს 8 ძმა იყვნენ. თარგამოსმა თავისთან დაიტოვა ჰაოსი და დანარჩენი 7 ძმა, ესე იგი ქართლოსი ჩაუყენა სათავეში, ასე რომ ვთქვათ, უფროსად დანიშნა და გამოუშვა საქართველოს მთელი ტერიტორიის ასათვისებლად. თანამედროვე საქართველოს გულისხმობ, ანუ სამხრეთ კავკასიას, უფრო ვრცელ ტერიტორიას კიდე, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე და
ჩრდილო კავკასიის ტერიტორიას და ყველაფერს მე დაწვრილებით მივყვევი. ახლა ქართლოსი როგორ შემოვიდა საქართველოში, ხო გამოუშვა იმან, რა ქვია, თარგამოსმა საქართველოში. ივერიერთა, ესე იგი გეორგიანელთა, რომელ ვართ ქართლოსიანი, მატიანეთა, ძველთა მიერ და ქართლის ცხოვრებათაგან ჩვენთა ისტორიათასა მოვიღებთ რიცხვთა წელიწადისათა, რომელსაცა წელსა ქართლოს ნათესავ მთავარი მოიწია საქართველოს, ესე იგი ივერიად, ანუ გეორგიად, წელთა დასაბამითგან სოფლისა ბერძულისა აღრიცხვითა 2785, ხოლო იულისის რიცხვით 1990, ქართულისა ქრონიკოსა მე-6-ისა მოქცევისა 221-ს. მერე სიტყვიერადაც უწერია 221-ს. ეს არის გვერდი 22. ესე იგი ჰაოსი დარჩა არარატის მთის და იმის შემოგარენში მასისის მთებთან შორის თარგამოს მამასთან ერთად დანარჩენი ძმები წამოვიდნენ, 7 ძმა წამოვიდა საქართველოში. ახლა მცირე რამ ჰაოსს უნდა ვთქვათ. ჰაოსი ჩვენი აზრით უნდა იყოს ხათოსი, ანუ ხათები. ხათების ასე რომ ვთქვათ ეთნოსის დამაარსებელი. ეთნარქი. იქიდან გამომდინარე რომ იმ ეპოქაში ესა გეტყვით მე რა ეპოქაც არის, ძალიან უძველესი ეპოქა, აი ამ რიცხვებს გამოვთვლით ჩვენ ახლა. იმ ეპოქაში არავითარი სხვა კვალი, სხვა ეთნოსების აი ამ ტერიტორიაზე, რომელზეც მე გესაუბრეთ, არ არსებობს. ახლა დავიწყოთ. ეს არის დიდი ინდიქტიონის წელთაღრიცხვა, რაც წაგიკითხეთ ახლა ეს ბოლო ციტატა ქრონიკონით, ანუ ქარონიკონსაც უწოდებდნენ, მზისა და მთვარის ერთობლივი ციკლის სისტემა არის და ერთი სრული ციკლი უდრიდა 532 წელს. წარმოიდგინეთ 532 წელს. არის ასეთი ცნობები, რომ თითო წელს თითო ლოდს დებდნენ ჩვენი წინაპრები, ესე იგი ვიღაცას ევალა ეს საქმე, თითო ლოდს დებდა და მე გარდაიცვლებდა, სხვა აგრძელებდა და ასე შესრულდებოდა 532 ლოდის დადება, ეს იყო ერთი მოქცევა. შემდეგ გადავიდოდნენ გვერდზე და დაიწყებდნენ მეორე მოქცევის იგივე ლოდებით, ასე რომ ვთქვათ, აღრიცხვას. ახლა რას წერს თეიმურაზ ბატონიშვილი? ბერძნულით, ანუ ბერძულით ამბობს თვითონ, იგივე ბერძნულით იგივეა და ჩვენ მხოლოდ რადგან ქრონიკონით ქართული ის ქრონიკონს ხმარობდა ძველ წელთაღრიცხვას, მოდი ამ წლით გამოვთვალოთ, იგივე იქნება იმითაც გამოთვლილი გვაქვს და ვიცით. ესე იგი მე-6 მოქცევის 221 წელს შემოვიდაო ქართლოსიო ივრის ხეობაში, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე. ახლა დავიწყოთ. ერთი მოქცევა ხო არის 532 წელი. 5 სრული მოქცევა, 6 მოქცევიდან 5 სრული მოქცევა იყო გასული და ერთისგან მე-6-დან იყო 221 წელი გასული. ამიტომ 532 5 მოქცევა გავამრავლოთ 5-ზე. ეს არის 2600. ამას დავუმატოთ ახლა აი ის მე-6 მოქცევის 221 წელი. ეს არის 2891 წელი. ახლა ჩვენ ვიცით რომ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოებად წელთაღრიცხვას აითვლის ძველი წელთაღრიცხვის 5604 წლით. ბერძნულით 5806 წელია, თუ სწორად გვახსოვს. ცოტა ცდომილება არის 80 და რაღაც წელი. მოდი დაუბრუნეთ ქართულს. 5604 წელია, ეს არის წარღვნის შემდგომ, ესე იგი წარღვნა და წარღვნის შემდგომ პერიოდი. ამიტომ 5604 წელს უნდა გამოვაკლოთ აი ეს 6 მოქცევა, რაც შევკრიფეთ ჩვენ. 2891. მივიღებთ 2723-ს. ანუ ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს შემოსულა ქართლოში თავისი ძმებით და თავისით მოდგმით საქართველოში. ვახტანგ მეფეს თეიმურაზ ბატონიშვილი მაგ წიგნშივე წერს თავის წიგნში, რომ ვახტანგ მეფეს ეს ცოტა სხვანაირად აქვს, 6 მოქცევა კი უწერია, მაგრამ
წელი უწერი, აქ ხო უწერია თეიმურას რომ 221 წელს იყო, ვახტანგს უწერია რომ 292 წელსო. ესე იგი მეექვსე მოქცევიდან გასულიყო 292 წელიო. ესე იგი 71 წელს გვაძლევს სხვაობას და ამიტომ დიდი სხვაობა არ არის და ჩვენ მაინც თეიმურაზ ბატონიშვილის წელთაღრიცხვა ავიღეთ, იმიტომ რომ უფრო სარწმუნოარი სხვა რაღაცეებიდან გამომდინარეც. და ამიტომ ამაზე აღარ გავავრცობთ უკვე თემას ამ საკითხს. ისე ვახტანგისეული იმით გამოდის, რომ ძველი წელთაღრიცხვის 2006-52 წელს არის შემოსული ქართლოსი საქართველოში. ახლა დასახლება. სად დასახლდა? ქართლოს შემდგომად მოსვლისა თვისა დამკვიდრებს რა ძმათა და ძეთა თვისა თითოეულთა ადგილთა ზემოისა და ქვემოისა ივერიასათა. ახლა გავმარტოთ თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებულია ზემო და ქვემო ივერია იგულისხმება თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველო და თანამედროვე დასავლეთ საქართველო, კოლხეთი და იბერია, ასე რომ ვთქვა. და თვისა პურվել მოსვლისა თვისა ჟამსა ვიდრე განიმსტროდნენ და განიხილვიდნენ ყველა მათ ადგილთა თუ რომელსა ადგილსა დამკვიდრდებად ჯერ არიან, იყოფდეს ხორანთას ქართლოსსა ძმანი და შვილნიცა მისი ერთბაშად თვით საშვალ ორთა მათ მდინარეთა აღაშენეს ციხე და ქალაქი ერი მათი გარშემო შორსა და ახლოს სდგეს ველთა და მდინარეთა გაღმით და გამოგმით მდინარეთა დიდსა და ცირესა ივერა მდინარეთა და ყვარისასა. ახლა ესეც გავმარტოთ. ცირე ივერას ბატონიშვილი ამბობს რომ ეს არის იორი მდინარე და დიდი ივერას არის ალაზანი. იორისა და ალაზნის ხეობაში აი მტკვრის შესართავი სანამ არის, აი ამ ველზე შემოვიდნენ როგორც ჩანს. და ალაზანი იცით რომ ეწოდა მოგვიანებით ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე თუ მეხუთე საუკუნე იყო, აი ეს რომ ცნობილი შემოსევები რომ დაიწყო ხაზარების, ყვითების, მაშინ გადაარქვეს მტრებმა ეს სახელი. ხოლო არა მცირედი ჟამი დაშთეს მუნ და გამრავლებელნი შემდგომად მრავალთა მროწლეთა და საცხოვართანი გარდასახნა ქართლოსმან თითოეული ძმანი და ძენი თვისნი თითოეულთა მათ ადგილთა რომელნიცა ზემორე მოიხსენიათ, ხოლო მიზეზი პირველად დამკვიდრების ადგილსა მას იყო ესე, ვინაიდან ნადირნი და ფრინველნი ურიცხვნი იპოვებოდეს ადგილთა მათ და ხელნიცა და მწვანილნი ველსა შეწეოდა საზრდოსა მათსა და ესე არს მტკიცე. ესე იგი რატო შემოვიდნენ ამ ხეობაში? პირველად აგერ თვითონ ამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი ფრინველი იყო ბევრი, გარეული, მწვანილი, ანუ ბალახეული, რომელიც ველური, რომელიც შეიძლებოდა საკვებად გამოეყენებიათ და ნადირიც ბევრი იყო და დარწმუნებული ვარ თევზიც იქნებოდა ბევრი მდინარეში. დიახ, ახლა გადავიდეთ ლეონტი მროველზე. რას ამბობს ლეონტი მროველი? და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას სადაც შეერთვის არაგ მტკვარსა და განვიდა მთასა მას ზედა რომელსა ეწოდება არმაზი და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა და იშენა მუნ ზედა სახლი და უწოდა მთასა მას სახელი თვისისა ქართლი და ვიდრე აღმართებამდე მუნ ზედა კერპი არმაზისა ერქვა მთასა მას ქართლი და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი ხუნანითკან ვიდრე ზღვამდე სპერისა. ახლა ეს არის უკვე თეიმურაზ ბატონიშვილის ისა მიხედვით
ეს ცოტა სხვანაირად არის. ქართლოსი თავის ძმებთან ერთად რო შემოვიდა, პირველად დამკვიდრდა აი მადვე მტკვრისა და იორისა და ალაზნის შესართავთან. იქიდან მერე წამოვიდა და ჩვენი ვარაუდით სავარაუდოდ უნდა განსახლებულიყო თვითონ ქართლოსი გრაკლიანი გორაზე. აქ რო უწერია რომ მცხეთასთან ახლოს ააშენაო თაზეო და მე წაგიკითხავთ მერე უფრო ზუსტად თეიმურაზ ბატონიშვილი როგორ წერს ამ ამბავს და ვარაუდობთ რომ მცხეთიდან ახლა გრაკლიანის გორამდე არის დაახლოებით 30 კილომეტრია და შესაძლებელია რომ აქ დიდი დასახლება იყო როგორც იცით და რამოდენიმე კულტურული ფენა არის არქეოლოგიური და სხვადასხვა ეპოქის და მათ შორის აი ძველი ეპოქების და სავარაუდოდ ვფიქრობთ რომ რადგან იქ წარწერაც აღმოჩნდა შემდეგ უკვე მოგვიანებით მე-10 საუკუნის ესე იგი იქ ცხოვრება დიდხანს გაგრძელდა და სხვადასხვა თაობებმა შეძლეს რომ ძლიერი კულტურა ჩამოეყალიბებიათ და დიდხანს გაეძლოთ მტრების შემოსევებისთვის. ახლა რას წერს თეიმურაზ ბატონიშვილი ქართლოსის ენასთან დაკავშირებით, რა ენაზე საუბრობ? ქართლოს, რომელიც წინაპართა ჩვენთა იქნა ნასესად მთავარი, იგი თვით და ყოვენი ძენი ძმანი შთამომავალი და ერნი მისნი მომზრახ იყვნენ ივერიელად, ესე იგი ქართველად. ივერიელებს რადგან იორის პირას და ამას დასახდნენ, ივერიელები დაერქვესო თავიდანო თეიმურაზ ბატონიშვილმა. ქართველად ზრახვითავე ამგვარითა, რომელითაც მეტყველებთაც ჩვენო. ესე იგი დიდად ასე რომ ვთქვათ, ქართული ენა დაწყებული ქართლოსიდან დღემდე ალბათ არ შეცვლილა. ამბობს რომ იმენითვე საუბრობდნენ და მეტყველებდნენ როგორ ენითაც ჩვენ საუბრობთ და მეტყველებთ. ეს იყო სასიამოვნო ფაქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ყველასთვის რომ ესე იგი ქართლოსის ენა შენარჩუნებული იქნა საუკუნეების მანძილზე. მართალია მერე სხვადასხვა ეპოქებში წერს ამაზეც თეიმურაზ ბატონიშვილი თვითონ ფარნავაზის პერიოდზეც რომ განწმინდა, განამშვენიერაო და ასე შემდეგ ენა და ყველაფერი, მაგრამ ერთ პერიოდში აი ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ისე აირია ეს ქართული ენა, იმდენი ენა ის შეემატა რა ქვია უცხო სიტყვები, რომ გაირყნა ენაო და ძალიან ცუდი სიტუაცია იყო ზოგადად. ახლა რაც შეეხება აი თარგამოს და ბაბილონის გოდოლს, ამაზე ცალკე იმას ვიდეოს ჩავწერთ ჩვენ და გეტყვით რომ ჩვენ ვარაუდობთ რომ ბაბილონის გოდოლი იყო საქართველოში. აი ეს არის მაგის დასტური. ამაზე ახლა აღარ გავაგრძელებთ, რადგან საქართველოს ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე საუბრობთ. და გადავალთ სხვა ესა რა ქვია, გავაგრძელოთ ეს თემა. რა ქვია დაკავშირებული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან. ახლა საინტერესოა თვითონ თარგამოსი ვინ იყო. ქართლოსი ვიცით რომ თარგამოსი ძე იყო, მაგრამ ეს თარგამოსი ვინ იყო, ხო და მივადექით ბიბლიას, დაბადების წიგნს. აქ ასია გომერი, იაფეთი ისა ნოეს ხო სამი შვილი ყავდა, სემი, ქამი და იაფეთი. იაფეთის შთამომავლები იყვნენ ქართველები, ესე იგი ეს თარგამოსი. ახლა ვინ ყავდა იაფეთს ძეებად? ჩამოთვლილია გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი, ახლა აი იაფეთის ძის გომერის ძენი აშქენაზი, რაფათი და თოგარმა. აი მივადექით თარგამოსი იგივე. აქ არის ერთი იყო ასეთი ცნობილი, როგორ ვთქვათ, არ ვიცი, ალბათ თაღლითი ისტორიკოსი ფლავიოსი.
იოასა ფლავიოს, ასე უწოდებს თეიმურაზ ბატონიშვილი მას და მას სურდა რომ გომერის ძედ კი არ დაესახელებია თარგამოსი, არამედ იავანის ძედ, არა თარსის ძედ. რომ ამით ესე იგი ქართული შტოს რაღაც ჭრილი მიდგომოდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ ქვემოთ წაგიკითხავთ ეზეკიელს როგორ უწერია მოსეს, რომ თარგამოსი იყო იაფეთის გომერის ძე იყო და ახლა არ დაუჯეროთ მოსეს და ეზეკიელს და დაუჯეროთ იმას ფლავიოს, ცოტა არ არის სწორი. ამას აღარ გავაგრძელეთ, ეს ცნობილი ფაქტია და ვიცით რომ გომერის ძე იყო თარგამოსი. ესე იგი ასეთი ჯატვია ახლა ნოე, იაფეთი, გომერ, თოღარმა, ანუ თარგამოსი. შემდეგ მემკვიდრედ ლეონტი მროველი ასახერებს ქართლოს, იგივეს ამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი. ახლა წაგიკითხავთ მე ერთ პატარა მონაკეთს თეიმურაზ ბატონიშვილის ციტატ. თარგამოსი იყო საღვთოსა წერილის-ამებრ ძველსა აღთქმისა მოსეს მიერ მოთხოვრობითა ძეი ღამერისაო. აი მე რაც გითხარი. ძისე აფეთისა დაბადება თავი მეათე მუხლი მესამე მეშთა თავი მუხლი მეექვსი. ხო. იგივე აქ ეზეკიელსაც აღნიშნული. ხოლო წინასწარმეტყველთა შორის დიდი ეზეკიელ აღწერს წინასწარ მეტყველებისა თვისა წიგსა შინა თავსა ელ 38-ესა და მუხსა 3 ხვათაცა ნათესაობათა მოთხრობელი ვითარმეთ გომერ, ესე იგი ღამერ და ყოველნი გარემოისნი მისნი სახლი თორგარმოსა და დასასრულისაგან ჩრდილოისა და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესნავნი მრავალნი მისთანა მუხლიზე გამზადებით გამზადდე თავი შენი. შენ და რაღაც ეს მე თვითონ ეზეკიელის ის არის. ესე იგი ეზეკიელსაც აქ უწერია რომ თოგარმასე თარგამოსის ძე იყო გომერი. ამიტომ ამაზეც კამათი შევწყვიტოთ და ის თავისი ის კონდეს იმას რა ქვია ფლავიოს სრუ მონაცემი. ახლა რა ტერიტორია მიიღო ქართლოსმა და მისმა ძმებმა სამემკვიდრეოდ. ესეც ხომ საინტერესოა. ქვეყნის ამის საზღვარი არის ეს თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით. ას აღმოსავლეთ ზღვაი გურგანიისა, რომელ არის ზღვაი კასპიისა. გურგანიის ზღვა ერქვა. მაშინაც კი როცა ალექსანდრე მაკედონელი მე-3 საუკუნეში შემოვიდა აქ საქართველოს ტერიტორიაზე, ეს საქართველოს ტერიტორია იყო მაშინ. ჰირკანიას ამბობს პლუტარქე, თუ გახსოვთ. ესე იგი ახლა დასავლეთით ზღვა პონტოისა, ესე აღმოსავლეთით იყო კასპიის ზღვა, ანუ გურგანიის ზღვა, დასავლეთით პონტოს ზღვა. მერე ფრჩხილებში უწერია რომელი უწოდები შავ ზღვად და ზღვადცა ერიტრეისა. მესამე სამხრეთ საზღვარი მათი დაწყებული პონტოს ზღვით მახლობელ ტრაპიზონისა და მუნით წარმოსული ფანულის საშუალ არზუმისა და ბასიანისა და ყოველნი საზღვარნი სამცხე საათაბაგოსანი ვიდრე დიდსა სომხითისა საზღვამდე. ახლა ეს დიდი სომხეთის საზღვარი რო აქ ნახსენები, იცით რომ დიდი სომხეთი შეიქმნა უფრო მოგვიანებით. ეს არის დაახლოებით მეორე საუკუნე, თუ სწორად გვახსოვთ, ძველი და დაღრიც რა მე-3 საუკუნე. და უბრალოდ აღებული აქვს ეს მონაცემი, რომ აი სანამდე ჩადიოდა იქიდან მერე მას საქართველოს ესაზღვრებოდა უკვე ასურეთი.
ურარტო მოგვიანებით მე შემდეგ ჩრდილოეთ კერძო საზღვარი ივერიის არს საზღვრამდე რუსეთისა და მცირე თათარიისა, ანუ თანამედროვე აი ეს რა ქვია ყირიმის ნახევარი კუნძული. სივრცე ქვეყნის ამისა არს სიგრძით 58 ვიდრე 65 აქ 8-იან ციფრს თავზე პატარა ნოლიანი აწერია, ალბათ გრადუს აღნიშნავს. და სიგანე 38 ვიდრე 36, ამ 38-საც გრადუსის ის აქ და 46-იც ალბათ გრადუსებით აქ აღწერილი თეიმურაზ ბატონიშვილის ტერიტორია გზედით და განედით როგორც ეთყობა. შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი მილის პარამეტრებსაც ამბობს, აქ მილებში ყავს გამოსახული ეს რამდენი მილი იყო დაახლოებით. და ახლა გადავიდეთ ვისრაერგო, დაწყებული ხაოსიდან და ქართლოსით და ასე შემდეგ. ხო 8 ძმები იყვნენ. ესე იგი ხაოს რა ერგო. ხოლო ერთი ზეთ თვისი ხაოს დაიპყრა თვის თანა მხოლოდ ეს თარგამოსზე ამბობს. და ერი ეგეოდენი რაოდენიცა შესაძლებელი იყო დაეტევნათ ადგილთა მათ, სადაცა თათა სიმაგრეთა შინა არარატისა მასისისათა დამკვიდრებული იყოს. ესე იგი იმდენი დაიტოვაო ერი, ან თარგამოსმა ეს ერთი შვილი ხაოსი დაიტოვა და იმდენი რომ ამ ადგილებში დატეულიყო ამ იმაში და მე მოგეხსენებათ რომ ხეთები შავზღვანდეც კი ჩავიდნენ იმ ანატოლიის მიმართულებით დასავლეთისკენ. ესე იგი ისე ბოდიში ხეთები არის შეგვესწავლა, ხეთები ინდოევროპული რаса იყო. ახლა რამისა პირველი წერია ბარდოსი. ბარდოს განუჩინა ადგილი მტკვრის მდინარის სამხრეთ, სადაც შეიყრებიან მდინარენი არეზი და მტკვარი, ალბათ არაქსი, ერთად სრუტემდე მისსა, სამხრეთ საზღვრამდე, რომელნიც არიან თანი დაწყებულნი არეზით. ხოლო აღაშენა ბარდოსმან ქალაქი მდინარისა მტკვრისა კიდესა ზედა და უწოდა სახელი თვისთა ბარდა და დედაწული თვისთა დაეშენა მუნ. შემდეგი მოდის მეორე ძმა მოვაკანოს. განუჩინა ადგილი აღმოსავლეთ კასპიის ზღვა, დასავლეთ აი მოვაკანოს ყოფილა და მისი შთამომავლები კასპიის ზღვის აკვატორიაში. დასავლეთ სადაცა დიდი ივერა მდინარე ეყრების მტკვარსა სრუტამდე მისსა, სამხრეთ თვით მტკვარისა მდინარე ვიდრემდის შეეყრების კასპიისა ზღვასა, ხოლო ჩრდილოეთ თაი კავკასიონი, ესე იგი ჩრდილოეთი მხარე კავკასიონი. ამან აღაშენა მახლობლად მდინარისა მტკვრისა ქალაქი, რომელსაც სპარტა უწოდა შარავანდი და ქვეყანას ათქვეო შირვანდიო. თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს და შემდეგ რასერ შემდგომად პიროს დიდმა სპარსთა მეფემან მოშალა ქალაქი იგი და თვით არა უშორესვე ქალაქისა მის ქმნა ქალაქიდან ციხე, რომელსაც უწოდა კიროპოლი სახელითა თვისთა, რომლის თავსაც იტყვიან ალექსანდრე მაკედონელისა მიერ დიდისაგან დარღვევასა. ესე მოვაკან თვისთა სახლეულებითა დაემკვიდრა მუნ ახშენებულსა თვისა ქალაქსა მას. ახლა მოდით ეს კიროპოლზეც ვისაუბროთ. ეს კიროპოლი მერე ალექსანდრე მაკედონელი რო შემოვიდა საქართველოს, მაგაზეც ცალკე ვიდეოს ჩავწერთ, რომ საუბრობდნენ რომ საერთოდ არ ყოფილა ალექსანდრე მაკედონელიო საქართველოში, ძალიან კარგადაც ყოფილა. კიროპოლი ააშენაო და მერე ალექსანდრე მაკედონელმა ეს ქალაქი დაანგრია და ახლომდებარე თავის ქალაქი ააშენა, უწოდა ალექსანდრია იმას და ამ კიროპოლს, ამ ქალაქს თელ დედამიწაზე ეძებდნენ ისტორიკოსები, მათ შორის აი საბჭოთა ქართველი ისტორიკოსები. არაფრით არ უნდათ ეღიარებინათ რომ ეს იყო კასპიის ზღვის ასე რომ ვთქვათ სანაპირო ზოლში აშენებული და რომ ეს საქართველოს ტერიტორია იყო ძველი.
დაწყებული რა გითხრათ, ალბათ ჩინეთიდან დაწყებული ჩამოდიოდონ საბერძნეთამდე რა. ყველგან ეძებდნენ. აგერ უწერია მშვენივრად ამ ადამიანს, რომ კიროპოლი სადაც იყო. შემდეგი ძე არის ლეკანს, ანუ ლეგოს. განუჩინა დასამკვიდრებლად ადგილნი აღმოსავლით კასპიის ზღვით, რომელსა დარუბანდის ზღვას უწოდებენ, დასავლით ლომეკის დინარემდე, სამხრით კავკასია და ჩრდილოთ დინარემდე დიდსა ხაზარეთისა. შემდეგი მოდის კავკასოსი. დაემკვიდრა ადგილთა შინა კავკასიისა თისათა ლეკოსის საზღვრიდან ვიდრე ზღვამდე პონტოისა. ესე იგი ჩრდილო კავკასიაზე საუბარი. აი ჩრდილო კავკასიის ლეკოსი თანამედროვე რო ვთქვა დაღესტნის ტერიტორია. აი იმ ჩრდილოეთ მხრიდან ოღონდ სანადეცის მოდიოდა და იმის შემდეგ იყო კავკასოსის ჩრდილო კავკასია ვიდრე შავ ზღვამდე ტერიტორია. შემდეგ მოდის ჰერს, ანუ ჰეროს. განუჩინა ადგილნი აღმოსავლით კავკასია, დასავლით დინარე მტკვარი, სამხრით საზღვრამდე მოვაკოისა და ჩრდილოთ ტყე-ტბამდე. ეს არ ვიცით რა არის. ამან უწინარეს ყოველთა ძმათა თვის და აღაშენა ქალაქი და ციხე, სადაცა იყრებიან ორნი მდინარენი ივერი დიდი, ესე იგი ალაზანი და ივერა, ანუ იორა. მცირე, ესე იგი იური. ამ ორთა მდინარეთა შესაყარსა საშუალოდ და უწოდა ხორნაბუჯი, ანუ ხორანთა. სწორედ პირველად როცა შემოვიდნენ აი ეს ძმები, პირველად ჰეროსის მიერ აგებულ აი ამ ციხესიმაგრეში იყვნენ და მერე წამოვიდა ქართლოსი უკვე აქეთ დანარჩენი საქართველოს დასაპყრობა. და ახლა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს თეიმურაზ ბატონიშვილის. დინარე ივერაო, მცირე ივერაო, ანუ ჩხილებში უწერია იორა, ანუ გაორებაო. ესე იგი გაორებული მდინარე, რადგან დიდი იური იყო და პატარა იური, ანუ ალაზანსაც იური ერქვა და მცირე მდინარესაც იური, ესე იგი. და მერე აქ უკვე ხაოსი დარჩა. შემდეგი ძმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ ჩვენ დასავლეთ საქართველოში ვართ და ეს არის ეგროსი. რა ერგო ეგროსი? განუჩინა ქართლოსმან ქვეყანა ზღვის ყურისა, რომელ არს კოლხიდა, იმერეთი, აბღაზეთი და სხვანი გარემონი მათ ქვეყანათა საზღვრებითა ამით. აღმოსავლით ლიხის მთაი, დასავლით შავ ზღვამდე, ესე არის პონტო კოლხიდისა ზღვამდე და მდინარემდე ცირისა ხაზარეთისა. ანუ ეს ჩრდილოეთზე ამბობს ალბათ. სადა იგი წარდების წვერი კავკასიისა მთისა ზღვასა. ესე იგი აი ეს კავკასიონის წვერი სადაც ჩადის თითქმის ეხება შავ ზღვას, აი იმ ტერიტორიას გულისხმობს, ჩრდილოეთს ელაპარაკობს. სამხრით მდინარე ღადოსა, ხოლო ჩრდილოთ კავკასიამდე ამან უკუღ ერგროს აღაშენა ქალაქი ეგრო, ანუ ეგრისი სახელისა ზედა თვისა და დაემკვიდრა მუნ სახლეული თუ. ესე იგი გამოდის, რომ ეგროსის შთამომავლები, საერთოდ ერთი ძმები იყვნენ და ახლა ეს არავინ იფიქროს, რომ რაღაც ისეთ სეპარატისტულ რამეს ვამბობთ. უბრალოდ ეგროსის შთამომავლები არიან დასავლეთ საქართველოში ცხოვრები, ესე იგი ეთნიკური ქართველები, სხვა და რომლებიც შემდგომ დაიყო კუთხეებად, იმერეთად, აფხაზეთით და მაშინ ესე იგი მერე იყო სამეგრელო, სვანეთი, გურია, არავინ გამომჩეს და აჭარა და ასე შემდეგ. მთელი დასავლეთ საქართველო აქ მოწვი. აქ ახლა ჩვენ შევწყვიტავთ ამ ვიდეოს და შემდეგ გავაგრძელებთ ისევე ამ საკითხზე საუბარს,
რადგან დიდი მასალა არის და თან გვინდა რომ აღიქვას ადამიანმაც და ესე ბოდიში ამ გამოთქმისთვის და მიფურჩეჩებად არ გამოგვივიდეს. ასე იგი ჩვენ 8 ძმის შემოსვლა და დასახლება განსახლების არეალი დავასახელეთ რომელ წელს შემოვიდა და გავიმეორეთ ქართლოსი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ძველი წელთაღრიცხვის 2023 წელს ანუ ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნის დასაწყისში აი საიდან იწყება ქართული სახელმწიფოს ასრებობა და აღმოსავლეთ საქართველოს საერთოდ არ თuliდნენ ვითომ არ არსებობდა იქ არაფერი ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნემდე შეხედეთ რამდენი საუკუნეა მოპარული 7 და კიდე 18 25 საუკუნე მოგპარეს აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაყალბება საბჭოთა ისტორიკოსების მხრიდან რადგან დარწმუნებული ვართ რომ მათ ეს იცოდნენ ამით დავასრულოთ დიდი მადლობა ძალიან გთხოვთ უყუროთ ვიდეოებს და კომენტაროთ და დაგვეკონტაქტოთ თუ გიგსურთ რომ კვლევები გამოგვიგზავნეთ თქვენი ელფოსტის მისამართი და აუცილებლად ჩვენ ბევრს უგზავნით დღეში რამოდენიმე ათეულ კაცს უგზავნით ამ კვლევებს არის სურვილი ამისი ვეკონტაქტებით და უგზავნით და თქვენც გამოგიგზავნით ეს ყველამ უნდა იცოდეს ქართული სახელმწიფოს დაარსება და ვინ დაარსა ეს ქართული სახელმწიფო დიდი მადლობა შემდეგ ვიდეომდე